უკმაყოფილო ხალხი გამოვიდა და გააპროტესტა და ვნახოთ რა იქნება, არ ვიცი. ზუსტად ანუ ბევრი ხალხი გამოვიდა უკმაყოფილო. დღეს თუ არა აუცილებლად გავიმარჯვებთ. დღეს არ ვიცი ხა ზუსტად როგორ დაგვირგვინდება, მაგრამ გავიმარჯვებთ ნამდვილად. სხვანაირად არ შეიძლება ბოროტების წინააღმდეგ ვიბრძვით. ეს განწყობა ნიშნავს იმას, რომ უნდა დამთავრდეს აი ეს ძალადობრივი რეჟიმი, უნდა დამთავრდეს ავტორიტარული მმართველობა ქვეყნის და საქართველოს უნდა დაიბრუნოს თავისი დემოკრატიული და ევროპული მომავალი. ეს არის ჩვენი პერსონალურად ჩემი აზრით და მე მგონი ეს განწყობა ყველა ადამიანისთვის დღეს აქ მოდის. აქ არავინ არ მოდის იმ განწყობით, რომ უბრალოდ გაისეირნოს. აქ ადამიანები პროტესტს აფიქსირებენ. ხელისუფლება, რომელსაც არ შეუძლია შეისმინოს ხალხის პროტესტის და ხალხის სათქმელის, ის ხელისუფლება, როგორც წესი, ცუდად ამთავრებს. რა თქმა უნდა შეისმინოს და უნდა მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც ამ ხალხის განწყობას ეთანადება და რომელიც საქართველოს მომავლისთვის არის მნიშვნელოვანი. აი დღეს არის ის დღე, როცა არჩევნები გაყალბებული კი არ და მიტაცებული ამას ვაპროტესტებთ ჩვენ უკვე 311 დღეა და ვერ გაიგო და ხელისუფლებას ვეტყვი იმას, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მაშინ როცა მთელი საქართველო უკვე აქ არის და კიდევ მოდიან კოლონებად. მაშინ როცა უწყვეტი რეჟიმით არის 311 დღე. მაშინ როცა რეჟიმის პატიმრები ჯერ კიდევ დატყვევებულიყავთ. პირველ რიგში მათ განთავისუფლებას ვითხოვ და აქედან მივესალმები და მუდმივად იცოდნენ მათ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ.